ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ენგურის ხიდზე მოძრაობა კვლავ შეზღუდული ადგილობრივი თვითმმართველობები და ანტიკორუფციული სტრატეგია IDFI-ის კვლევა. ახალ ამბებს რადიო ათიანთის ეთერში მე თია შონია გაგასოთქამა. ენგურის ცენტრალურ ხიდზე რამდენიმე დღიანი თავისუფალი მოძრაობის შემდეგ მიმოსვლა ისევ შეიზღუდა. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს ზემოსვანეთის წარმომადგენლის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის ინფორმაციით, ასობით ადამიანი გალში საკუთარ სახლში მიბრუნებას ვერ ახერხებს. ჩიკვაიძე მიიჩნევს, რომ ბინადრობის უფლების ცნობა გალის მოსახლეობას უფლებებს შეუზღუდავს, კერძოდ მათ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, შეზღუდებათ ქონების დაკანონება. ცნობისთვის ენგურის ხიდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მოძრაობა საშუალების გარეშე იყო შესაძლებელი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელოს ზემოსვანეთის წარმომადგენლობის ყოფილი თანამშრომელი თეუნა ქარდავა უწყების ხელმძღვანელობას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს. ითხოვს ისაჯარო მოხელეები, რომელთაც აფხაზური ეგრეთ წოდებული მწვანე პასპორტი გააჩნიათ. მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობაში რამდენიმე ისეთი პირია, მოხდეს მათი ოპტიმიზაცია და საგამოსტო პროცესებში ჩართვა. ქარდავა სამსახურიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკურს უწოდებს. მოთხოვნების შეუძლებლობის შემთხვევაში ყოფილი საჯარო მოხელე უბადო და სასიკვდილოში მშილობით იმუქრება. ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სამეგრელოს ზემოსვანეთის წარმომადგენლობაში უპასუხებს უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის. ჩიკვაიძის განცხადებით, ქარდავას ხელშეკრულების ვადა ამოეწოა და ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იყო. დე-ფაქტო მეწარმეთა ასოციაციამ პირველი ყრილობა გამართა, რომელზეც დღგ-ის შესახებ კანონზე შემაჯამებელი რეზოლუცია მიიღო და დე-ფაქტო პრეზიდენტს გადაუგზავნა. რეზოლუციის თანახმად მეწარმეები დღგ-ის შესახებ კანონის მოქმედების შეჩერებას ასოციაციის წევრებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნას და 2016 წლის 1 მარტამდე კანონში ცვლილებები შეტანეს, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმირებას ითხოვენ. დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დღეს მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ხაჯიმბამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელშეკრულების დადებას უკან მოყვა შედეგი და აფხაზეთში ცხოვრებ მოქალაქეებს პენსია გაეზარდათ. მან ასევე დაძინა, რომ სოხუმი დაინტერესებულია აფხაზო-რუსული საზღვრის გადასაკვეთად უფრო კომფორტული პირობების შექმნაში. აღმოსავლეთ საქართველოში ხვანილოვანი ტემპერატურის მკვეთრი ბარდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული ცენტრის სააგენტოს დირექტორი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს, ასევე დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ქარია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკრებს და ზოგადად ნალექი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ღამით ზოგადად წვიმა მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა იქნება +12, +17 გრადუსი. ადგილობრივი თვითმმართველობები და ანტიკორუფციული სტრატეგია ამ საკითხზე კვლევას და რეკომენდაციებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს IDFI-ში. ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის განსაზღვრული ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციის რისკები, რაც აუცილებლად დასარეგულირებელია. არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციის რისკების შესამცირებლად კი პირველ რიგში ადგილობრივი სტრუქტურების გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, აცხადებენ IDF-ის პროექტის კოორდინატორის დავით მუსაძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქების შედეგად დაყოფილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, დასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანაში იყო ჩამონტაჟებული და მაშინ აფეთქებისას სამხედრო ავტობუსებმა ახლოს ჩაიარეს. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ტერორისტული აქტი სტამბოლში განხორციელდა სექტემბრის თვეშიც. ანკარის ტერაქტის ორგანიზატორი ცნობილია თურქული მედიის ცნობით ეჭვიტანელი სირიის მოქალაქე სალიჯ ნეჯარმა, რომელიც თურქეთში სირიიდან 1 წლის წინ დევნილი სტატუსით ჩავიდა. ბოლო მონაცემებით თურქეთის დედაქალაქში მოხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 28 და დაშავდა 61 ადამიანი. ახალი ამბები რადიო ათინათის ეთერში მე თია შვენია მოგეთანხმებით.